გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. მეგობრებო, ფანტასტიკურ სანახაობას გთავაზობენ ჩვენი ტელევიზიები. დასანქცირებულები, დაუსანქცირებლები, სანქციების მომლოდინეები და სხვა მრავალი. და ამ სანახაობას ქვია დებატები. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვიფიქრო, რომ ეს დებატები ერთი წლით ადრე რომ დაწყებულიყო, დღეს რუსთავაზე გაცილებით ნაკლები აჩრდილი იბორიელებდა. ასე მგონია მე. დიახ, რაც მეტი დისპუტი, დისკუსია და დებატი იქნება ჩვენს ტელევიზიებში, მით უფრო მეტი ადამიანი გაიგებს თუ ვინ დგას იქითა მხარეს. ფანტასტიკური უბადრუკობა, მეგობრებო. განსაკუთრებით გამაკვირა გირჩელმა რაქვიაშვილმა. მე ის უფრო გამჭრია გონებიანი მეგონა. კაცმა ასე თუ ისე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეს ძალიან სერიოზული სასწავლო დაწესებულებაა. ყოველ შემთხვევაში ჩემ დროს ის ასეთი იყო. გირჩელების საფიცარმა ხატმა აწუხე გარდაცვლილმა ლიბერტარიანელმა კახა ბენდუქიძემაც ის უნივერსიტეტი დაამთავრა და ბენდუქიძეზე ბევრი რამ შემლია ვთქვა, მაგრამ ის ნამდვილად აზრიანი ადამიანი იყო. თუმცა რაც მან საქართველოს სოფლის მეურნეობას უყო, ძნელია ჯანსაღ სახელმწიფოებრივ ქმედებად დასახელდეს. მახსოვს მისი გამონათქვამები, რაც უფრო ცოტა გლეხი გვეყოლება, მით ნაკლები თავის ტკივილი იქნება. მეჩაიეობა და მეღვინეობა საქართველოს ეკონომიკას დღემდე მძიმე ტვირთად აწევს, რადგან ეს დარგები საბჭოთა პერიოდში ხელოვნურად გაიბერა და სხვა ამდაგარი. მაგრამ ასეა თუ ისე, ბენდუქიძე დროზე მიხვდა, რომ ნაცებთან ურთიერთობა პირადად მას კარგს არაფერს მოუტანდა და 2009 წელს ოფიციალურად საბოლოოდ ჩამოშორდა ნაცობას და საგანმანათლებლო საქმიანობას მიიღო ხელი, სადაც განაგრძო თავისი ლიბერტარიანული ექსპერიმენტები, ახლა უკვე ახალგაზრდა სულებსა და ტვინებზე. მაგრამ ბენდუქიძეზე ლაპარაკი არ მინდა, რადგან გარდაცვლილ ადამიანზე ცუდის ლაპარაკს მაინც მოვერიდები და კარგი კი არაფერი მომდის თავში. უნდა იმას ვამბობდი, ყურადღებით ვაკვირდები მეთქი სატელევიზიო დებატებს და დიდ სიამოვნებას ვიღებ. უნდა სიხარულით ვაღიარო, რომ ძალიან მომეწონა ჩვენი პირველი დიპლომატი მაკა ბოჭორიშვილი, დიახ. პირველად ვიხილე ის ასეთი სიტყვა-პასუხის რეჟიმში და შემიძლია თქვა, რომ საგარეო საქმეები ნამდვილად მაღალი დონის პროფესიონალის ხელში ყოფილა. მაგრამ მე აქ იმისთვის არ ვარ ჩვენებზე, რომ ახტაცებულმა ვილაპარაკო და ქება დიდება მივაგო. მე აქ იმისთვის ვარ, რომ მოწინააღმდეგე მხარეზე ჩემ მეტნაკლებად სპეციფიკური სიტყვა ვთქვა. აგერ ნახავთ, რომ ადრე თუ გვიან ის მოწინააღმდეგეები შეწყვეტენ იმ დებატებზე სიარულს, რადგან თავში თუ რუხი ნივთიერების გარკვეული მარაგი ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი, თვითონ მიხვდებიან, რომ წამგებიან სიტუაციაში იმყოფებიან. განსაკუთრებით ის გიორგი სავანელი უნდა აღვნიშნო, როდესაც ვივამედის დირექტორმა ქალბატონმა ნინო ნადირაძემ ჰკითხა, ვის მოიაზრებდით პრემიერ-მინისტრად და იმან რომ დაიწყო ლაპარაკი, რომ აი ჯერ ოცნებას გადავაგდებთ, მერე დავსხდებით, ცოტას დავისვენებთ, ნარც ვითამაშებთ, წავიხემსებთ, მერე გეგმას დავწერთ, ფასეულობებს განსაზღვრავთ, კოჭს გავაგორებთ და აი მერე დავასახელებთ პრემიერსაც და მინისტრსაც. ანუ ტიპი აზრზე არა არის, ისთვის დახტის იქ. არა, იქ იმისთვის დახტის, რომ ოცნება გადააგდოს და მერე რა უნდა ქნას, აზრზე არაა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა სიბნელეა დასადგურებული მის და მისნაირების თავში. ის სავანელი თურმე რეჟისორი ყოფილა და მოზარდ მაყურებელთა თეატრშიც ნამუშევარა. არაფერს ვიტყვი მის შემოქმედებაზე, რადგან არაფერი მინახავს. შეიძლება გენიოსია. მეორე მეერჰოლდი, ან პიტერ ბრუკი, ან ჯორჯო სტრელერი, ან თვით ავთანდილ ვარსიმაშვილია. არ ვიცი. ღმერთმა ქნას რომ ასე იყოს, მაგრამ როგორც დებატიორი საცოდავი საყურებელია. მეგობრებო, ტყუილად კი არ თქვი, დაიღოს მეთქი დიდი რეჟისორი. ოღონდ იყოს და მისი პოლიტიკური შეხედულება ჩემთვის სრულიად არ იქნებოდა მნიშვნელოვანი. თუ ადამიანი მართლა მხეცია თავის საქმეში, მე უკვე ნაკლებად მაინტერესებს მისი პირადი ცხოვრებაც და ქუჩაში სირბილიც. ბევრი ასეთი ხელოვანი ვიცი, ვის საზოგადოებრივ პოზიციას არ ვიზიარებ, მაგრამ შემოქმედებით
აღრთფოვანებული ვარ და მისი ვერავითარი საზოგადოებრივი აქტივობა არ შემაცვლენებს აზრს. ჩვენებს არ შევეხები, უცხოელებზე ვიტყვი, მაგალითად ინგლისელი მუსიკოსი როჯერ უოტერსი, ჩემი უსაყვარლესი ბენდ Pink Floyd-ის მთავარი მამოძრავებელი ძალა. სრულიად არ ვიზიარებ მის საზოგადოებრივ პოზიციას, მაგრამ ეს მე ხელს არ მიშლის დღესაც უსმინო მის მუსიკას და ყოველ ჯერზე სუნთქვა მეკორებოდეს იმ სიდიადით, რაც ამ ადამიანმა შექმნა. ამიტომაც თქვი სავანელზე ნეტა დიდი რეჟისორი იყოს მეთქი და დაეიდრიგინოს აქციებზე. მოკლედ ამ დებატებს სიამოვნებით უყურებ და ყოველ ჯერზე ახალს ველოდები. და აქეთ ჩვენი მხარე ჯერჯერობით 10-0-ს იგებს სპორტული ენით რომ ვილაპარაკოთ. თუმცა იქით მხარეც ალბათ ასე ფიქრობს რომ მათიანები იგებენ 10-0-ს. მაგრამ როდესაც პრემიერ-მინისტრად ვინმე ბექა პელეა თუ ჩელე ყორშიას ინატრებ იმ პერსონამ როგორ უნდა მოგიგოს რომელიმე პლატფორმაზე არ ვიცი და თავისი გაგებით თუ იგებს მაშინ სულ ასეთი გამარჯვებით ევლოს ეს იყო განცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია